გვერდი 207. პირველი ამოცანა. ჰორიზონტალურ თოვლიან ბილიკზე ბიჭი მიასრიელებს ციგას. მასზე გამობმული თოკით, ისე რომ თოკი ჰორიზონტთან 30 გრადუსიან კუთხეს ქმნის. განსაზღვრეთ ციგის 20 მეტრ მანძილზე გასასრიელებლად ბიჭის მიერ შესრულებული მუშაობა. ჩავწეროთ მოცემულობა. ესე იგი ალფა უდრის 30 გრადუსს, მანძილი S-ი არის 20 მეტრი და თოკის დაჭიმულობის ძალა F-ი არის 50 ნიუტონი. და გვეკითხებიან შესრულებულ მუშაობას ამ ციგის გასასრიელებლად. დავხატოთ ესე იგი ეს ციგა, ეს არის ციგა, აი ძალა მოქმედებს ალფა კუთხით ჰორიზონტისადმი, ეს F-ი და როგორც გვახსოვს, შესრულებული მუშაობა მოიცემა ფორმულით ძალის სიდიდე, გადაადგილების სიდიდეზე და მათ შორის კუთხის კოსინუსზე. ესე იგი კოსინუს 30 გრადუსისა არის ფესვი 3-დან 2-ზე და ფაქტურად ეს სიდიდეები უნდა შევიტანოთ ძალის გადაადგილების და ამით ვიპოვეთ შესრულებულ მუშაობას. მეორე ამოცანა. ჰორიზონტალურ თოვლიან ბილიკზე ბიჭი თანაბრად მიასრიელებს ციგას. მასზე გამობმული თოკით, ისე რომ თოკი ჰორიზონტისადმი ალფა უდრის 30 გრადუსიან კუთხეს ქმნის. თოკის დაჭიმულობის ძალა 100 ნიუტონია. განსაზღვრეთ. ესე იგი, ციგაზე მოქმედი სრიალის ხახუნის ძალა, ჯერ მოდი ჩავწეროთ მოცემულობა, ესე იგი, ალფა კუთხე არის, ესე იგი, 30 გრადუსი, დაჭიმულობის ძალა F-ით აღნიშნოთ არის 100 ნიუტონი. აქ უნდა ვიპოვოთ სრიალის ხახუნის ზალა და სრიალის ხახუნის ზალის მუშაობა 50 მეტრზე ციგის გასასრიელებლად. F ხახუნი რისი ტოლი არის და ხახუნის ზალის მუშაობა რისი ტოლი არის. ისევ დავხატოთ ესე იგი ზალა, ესა სხეული. ესე იგი ეს არის თოკი, რომელიც მოქმედებს ალფა გრადუსი 30 გრადუსიანი კუთხით ჰორიზონტისადმი. ხახუნის ძალა მიმართული არის სიჩქარის საწინააღმდეგოდ. ეს სისტემა თანაბრად მოძრაობს, ხო? ესე იგი, რადგან თანაბრად მოძრაობს, ესე იგი ეს ნიშნავს იმას, რომ ესე იგი აი თოკის დაჭიმულობის ძალის X მსგენელი და ხახუნის ძალა ერთმანეთის ტოლი არის და მიმართულებით საპირისპიროა და აბათილებენ ერთმანეთს. ესე იგი F კოსინუს ალფა უდრის F ხახუნს. ესე იგი პირველ უკითხვაზე გავეცით პასუხი. ეხლა რაც შეეხება შესრულებულ მუშაობას. ეს არის ძალის სიდიდე, გამრავლებული გადაადგილების სიდიდეზე და კოსინუს მათ შორის კუთხეზე. მოდით ეს თვითი ავუნიშნოთ. გადაადგილებასა და ხახუნის ძალას შორის კუთხე არის 180 გრადუსი. ამიტომ კოსინუს 180 გრადუსისა არის -1, ამიტომ ხახუნის ძალის მუშაობა იქნება -F ხახუნისა S-ზე და ხახუნის ძალას შევცვლით აი ამ F კოსინუს ალფათი. ასე რომ იქნება -F კოსინუს ალფა გამრავლებული S-ზე. მესამე ამოცანა. 10 მეტრ სიგრძისა და 30 გრადუსიანი კუთხით დახრილი სიბრტყის ყველაზე მაღალი წერტილიდან მის ფუძემდე ჩამოსრიალდა 5 კილოგრამი მასის ძელაკი. განსაზღვრეთ ძელაკზე მოქმედი სიმძიმის ზალის მუშაობა.
ჩავწეროთ მოცემულობა. ეს კი ელი არის 30 მეტრი, ალფა არის 30 გრადუსი, მასა ციგის არის 5 კილოგრამი. გვეკითხებიან სიმძიმის ზალის მიერ შესრულებულ მუშაობას. არის კითხვის ნიშანი. დავხატოთ ისევ სურათი. ესე იგი, აი ამ წერტილიდან, ესე იგი, აქ იყო ეს სხეული და ჩამოსრიალდა ქვევით. ეს არის ალფა. ესე იგი, ელი არის ამის სიგრძე. ახლა სიმძიმის ზალა მოქმედებს ვერტიკალურად ქვევით, mg, გადაადგილება არის დახრილი სიბრტყის გასწვრივ და მათ შორის კუთხე იქნება, ესე იგი, აი ეს რაც სურათზეა მოცემული, ესე იგი, ეს თუ 30 გრადუსია, ეს იქნება 60 გრადუსი. ესე იგი, სიმძიმის ზალის მუშაობა გამოგვივა ტოლი. ესე იგი, mg ზალის სიდიდე გადაადგილების სიდიდეზე L-ზე და მათ შორის კუთხის კოსინუსზე. ესე იგი, L-სა და ესე იგი, კოსინუს 60 გრადუსზე. ახლა L კოსინუს 60 გრადუსზე ეს ფაქტიურად ეს A-ში არის. მაგრამ დავტოვოთ ისეთნაირად, იმიტომ რომ აქ L გვაქვს მოცემული. ახლა ჩავწეროთ მნიშვნელობები. უდრის mg არის 50, L 30, კოსინუს 60 გრადუსისა 1/2. იმიტომ ეს იქნება ეს 50 და 52-იანი გავკვეცოთ, 25, 30-ზე, ეს არის 750 ჯოული. ახლა მეოთხე ამოცანა. 60 გრადუსიანი კუთხით დახრილ სიბრტყის ქვედა წერტილიდან სიბრტყის წვერომდე ძელაკი მასზე მოდებული ჰორიზონტალური მიმართულების 100 ნიუტონი ძალის მოქმედებით აიყვანეს. აასრიალეს. განსაზღვრეთ ამ ძალის მიერ შესრულებული მუშაობა, თუ დახრილი სიბრტყის სიგრძე 50 მეტრია. ჩავწეროთ ისევ მოცემულობა, ალფა არის 60 გრადუსი, ძალა მოდებული არის 100 ნიუტონი, დახრილი სიბრტყის სიგრძე L არის 5 მეტრი და ძალა მოქმედებს ჰორიზონტალურად. უნდა ვიპოვოთ შესრულებული მუშაობა ამ ძალის მიერ. დავხატოთ ესე იგი სურათი. ეს არის ესე იგი ის რაღაცა ძელაკი დევს და აი ძალა მოქმედებს ჰორიზონტალურად. გადაადგილება კი ხდება აი ამ დახრილი სიბრტყის გასწვრივ. ეს თუ ალფა არის, ეს კუთხეც ალფა იქნება. ეს არის ალფა 60 გრადუსი და ეს კუთხეც იქნება ალფა. იმიტომ რომ როგორც პარალელური და ერთმანეთს მდებარე კუთხეები, პარალელური წრფეები და ეს კვეთს მათ. ესე იგი, მუშაობა იქნება F სიდიდე გადაადგილების სიდიდეზე, ამ შემთხვევაში L-ზე და კოსინუს ალფაზე. ესე იგი, მუშაობა გამომივა 100 ნიუტონი 5 მეტრზე, ეს განზომილებები მე ჩავწეროთ. 100 გამრავლებული 5-ზე და კოსინუს 60 გრადუსზე, რომელიც 1/2 ტოლია. 100 გამრავლებული 5-ზე, გამრავლებული 1/2-ზე. ეს არის 50 გამრავლებული 5-ზე. ეს არის 250 ჯოული. მეხუთე ამოცანა. 30 გრადუსიანი კუთხი დახრილი სიბრტყის ქვედა წერტილიდან სიბრტყის წვერომდე 10 კილოგრამი მასის ძელაკი მასზე მოდებული ჰორიზონტალური მიმართულების ძალის მოქმედებით აასრიალეს. განსაზღვრეთ ძელაკზე მოქმედი სიმძიმის ძალის მიერ შესრულებული მუშაობა
თუ დახრილი სიბრტყის სიგრძე 5 მეტრია. ხო, ну აი დავხატოთ ეს იგი სურათი. ესე იგი ალფა არის 30 გრადუსი. აი ეს არის ესე იგი ალფა. ძალა მოსდეს ჰორიზონტალურად. განსაზღვრეთ ძელაგზე მოქმედი სიმძიმის ძალის მუშაობა. სიმძიმის ძალა დავხატოთ ესე იგი ვერტიკალურად ქვევითაა მიმართული. ეს იქნება ესე იგი ეს არა ქვია გადაადგილების მიმართულება იქნება დახრილი სიბრტყის გასწვრივ და ესე იგი ახლა ცხადია რომ სიმძიმის ძალასა და გადაადგილებას შორის კუთხე იქნება აი ამის ტოლი. ესე იგი ეს არის 60 გრადუსი, რადგან ეს კუთხე არის 30 გრადუსი. ну მოცემულია აქ ასევე ელი. ელი არის 5 მეტრი. ну სიმძიმის ძალის მუშაობა იქნება mg გამრავლებული ესე იგი l-ზე და კუთხე სიმძიმის ძალასა და გადაადგილებას შორის იქნება აი ნახეთ აი ეს კუთხე. ეს არის 120 გრადუსი. კოსინუს 120 გრადუსზე. 120 გრადუსზე კოსინუსი არის კოსინუს 120 გრადუსზე არის -1/2 ტოლი. ასე რომ a გამოვა -mg l-ზე და 1/2-ზე. მეექვსე ამოცანა. დედა ბიჭს ჰორიზონტალურ ბილიკზე სათამაშო ავტომობილით ასე ირნებს, რომელსაც ჰორიზონტისადმი 60 გრადუსიანი კუთხით მიმართული 100 ნიუტონი ძალით აწვება. განსაზღვრეთ რა მუშაობას ასრულებს დედა ბიჭის 200 მეტრზე გასეირნებისას. ესე იგი ალფა არის 60 გრადუსი. სურათს დავხატავთ მე ესე იგი მოდებული ძალა F არის 100 ნიუტონი. გადაადგილება არის ესე იგი 200 მეტრი და აი ამ დედამისის მიერ შესრულებული მუშაობა რისი ტოლია. ну დავხატოთ ესე იგი ეს არის ეს სხეული, რომელზედაც ძალა მოქმედებს ვერტიკალურად ქვევით და ესე იგი ეს ჰორიზონტთან ადგენს 60 გრადუსიან კუთხეს. ну აი ეს არის 60 გრადუსი. ესე იგი შესრულებული მუშაობა იქნება F გამრავლებული S-ზე და კოსინუს 60 გრადუსზე, რომელიც 1/2 ტოლია. 100 ნიუტონი 200 მეტრზე და 1/2. ეს არის 100 გამრავლებული 100-ზე არის 10,000 ჯოული. მეშვიდე ამოცანა. ორი მუშა მიასრიალებს ყუთს. ერთი მას აწვება ჰორიზონტალურად მიმართული 100 ნიუტონი ძალით, მეორე კი ჰორიზონტისადმი 30 გრადუსიანი კუთხით მიმართული 160 ნიუტონი ძალით. განსაზღვრეთ თითოეული მუშის შესრულებული მუშაობა 30 მეტრზე 30 მეტრ მანძილზე. ჩავწეროთ რომ ესე იგი ალფა კუთხე არის ესე იგი 30 გრადუსი, F პირველი არის 100 ნიუტონი, F მეორე არის 160 ნიუტონი და გავლილი მანძილი ან გადაადგილება არის ესე იგი 30 მეტრი. და თითოეული მუშის მუშაობას გვეკითხებიან. A პირველი და A მეორე არის კითხვის ნიშანი. დავხატოთ ესე იგი სურათი, ეს არის ის ყუთი, რომელსაც გადაადგილებენ. ესე იგი ერთი F პირველი ძალა მოქმედებს ჰორიზონტალურად F1, მეორე კი ჰორიზონტისადმი ალფა კუთხით F2-ით.
თითოეული მუშაობა, ესე იგი A პირველი არის F პირველი S კოსინუს 0 გრადუსზე, იმიტომ რომ მათ შორის კუთხე არ არის, ამიტომ იქნება F პირველი S. A პირველი არის F პირველი S. A მეორე არის F მეორე იგივე S-ზე და კოსინუს 30 გრადუსზე. ეს არის A მეორე არის F2 S-ზე და კოსინუს 30 გრადუსისა ფესვის 3-დან 2 სტოლია. მერვე ემოცანა. ორი მუშა მიასრულებს 48 კილოგრამ მასის ყუთს. ერთი მას აწვება ჰორიზონტალური მიმართული ძალით, მეორე კი ჰორიზონტისადმი 30 კუთხიანი მიმართული 160 ნიუტონი ძალით. განსაზღვრეთ ყუთზე მოქმედი სრიალის ხახუნის ძალის მიერ შესრულებული მუშაობა ყუთის 30 მეტრზე მანძილზე გადასაადგილებლად, თუ ხახუნის კოეფიციენტი ყუთსა და იატაკის ზედაპირს შორის 0,2 სტოლია. ჩავწეროთ ეს იგი მოცემულობა. მასა არის 48 კილოგრამი. F პირველი ძალა არის 100 ნიუტონი. ერთი მას აწვება ჰორიზონტალურად მიმართული ძალით. მეორე კი ჰორიზონტისადმი 130 გრადუსიანი კუთხით 160 ნიუტონი ძალით. ესე იგი 160 ნიუტონი ძალა, ესე იგი F1 არ ვიცით. ხახუნის კოეფიციენტი μ არის, ესე იგი 0.4 და უნდა განსაზღვროთ ყუთზე მოქმედი სრიალის ხახუნის ძალის მიერ შესრულებული მუშაობა. ხახუნისა არის კითხვის ნიშანი. ხო, ეხლა მოდი დავხატოთ ესე იგი რა ძალები მოქმედებენ ამ სხეულზე. ამ სხეულზე მოქმედებს სიმძიმის ძალა mg, მოქმედებს რეაქციის ზალა N, მოქმედებს F პირველი ზალა, რომელიც ჰორიზონტალურად არის მიმართული და მეორე ზალა არის F მეორე, მოქმედებს ალფა კუთხით. ეხლა აქ არ არის ნათქვამი, ესე იგი ეს სხეული თანაბრად მოძრაობს თუ არ მოძრაობს თანაბრად. ამიტომ ხო და მოქმედებს კიდე ცხადია სრიალის ხახუნის ზალა, რომელიც მოძრაობის საწინააღმდეგოდ არის მიმართული. ეს ამოძრავდება მარჯვენა მხარეს, ხო? ესე იგი, იმისათვის, რომ ვიპოვოთ ხახუნის ზალა, ესე იგი, ჩვენ უნდა დავადგინოთ n რისი ტოლია. ესე იგი, რადგან ამ მიმართულებით მოძრაობას არ აქვს ადგილი, ესე იგი, აჩქარებას არ აქვს ადგილი. აი, ამას გამოვიყენებთ იმისათვის, რომ დავადგინოთ, ესე იგი, ეს n და მერე უკვე დავადგენთ, რა თქმა უნდა, ხახუნის ზალასაც და მერე მის მიერ შესრულებულ მუშაობას. ჩავწეროთ ნიუტონის მეორე კანონი. ესე იგი, mg ვექტორს პლუს n ვექტორი პლუს f პირველი ვექტორი, ეს ზალა მუშის მიერ, პლუს f მეორე მუშის მიერ მოქმედი ზალა, პლუს ხახუნის ზალა უდრის m-ას. აქ არ ვიცით აჩქარებულად მოძრაობს აი ეს სხეული თუ არა. ერთი რამ ფაქტია, რომ y ღერძის გასწვრივ, აი y თუ ესე მივმართე ვერტიკალურად, ხო? მაშინ ესე იგი ცხადია ამ მიმართულებით აჩქარება არ აქვს. ამიტომ აქ შეგვიძლია დავწეროთ, რომ n-ს გამოკლებული mg დამატებული, აი შეხედეთ f2 აი ეს ბგენელი, ესე იგი დამატებული f2 სინუს ალფა უდრის 0-ს. ხო, ნუ აქ კუთხეცაა მოცემული. ალფა არის 30 გრადუსი. აქედან n-ი ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ. ესე იგი n ტოლი იქნება mg-ს მინუს f2 სინუს ალფა. ნუ სინუს ალფა სინუს 30 გრადუსზე 1 მეორედის ტოლია, ამიტომ n-ისთვის შეგვიძლია დავწეროთ mg მინუს f2-ის ნახევარი. ხახუნის ზალა ტოლია μ გამრავლებული n-ზე. ამიტომ ხახუნის ზალა იქნება μ
გამრავლებული აი ამ სიდიდეზე mg-ს მინუს f2-ის ნახევარი. ეხლა რაც შეეხება მუშაობას, ხახუნის ზალის მუშაობა, ეგ არის ხახუნის ზალის სიდიდე გადაადგილების სიდიდეზე და მათ შორის კუთხის კოსინუსზე და ეგენი რადგან 180 გრადუსით არის ურთიერთსაპირისპიროარი გადაადგილება და ხახუნის ზალა, ამიტომ კოსინუს 180 გრადუსზე დავწერე. კოსინუს 180 გრადუსზე მინუს 1-ის ტოლი არის. ამიტომ ეს გამომივა მინუს f ხახუნისა გამრავლებული s-ზე. ნუ აქ მანძილიც იქნება მოცემული ალბათ. ხო, ეს არის მანძილი არის 30 მეტრი, ესე იგი ეს l არის 30 მეტრი. ესე იგი გადაადგილება s-ი უდრის l-ს. ამიტომ საბოლოო ჯამში მუშაობა გვექნება, ფორმულა გვექნება ეგეთი: a ხახუნისა იქნება μ mg მინუს ხო აქ წინ მინუსი იქნება f2-ის ნახევარი გამრავლებული l-ზე. აი ამ ფორმულით ვიპოვით. ეხლა მეცხრე ამოცანა. 100 ნიუტონის შეფარდებული მეძრე სიხისტის ზამბარა ერთი ბოლოთი მიმაგრებულია კედელზე. ზამბარის თავისუფალ ბოლოზე მოდებული ძალის მოქმედებით მისი წაგრძელება 5 სანტიმეტრიდან 20 სანტიმეტრამდე გაიზარდა. განსაზღვრეთ ზამბარაში აღძრული დრეკადობის ძალის მიერ შესრულებული მუშაობა ამ წაგრძელებისას. ესე იგი, გვაქვს ზამბარა, რომლის სიხისტე K არის 1000 ნიუტონი გაყოფილი მეტრზე. ესე იგი, თავდაპირველი წაგრძელება x1 იყო 5 სანტიმეტრი, მეორე წაგრძელება x2 არის 20 სანტიმეტრი. და გვეკითხებიან ხახუნის ზალის მუშაობას, რისი ტოლი არის. ხახუნის კი არა, დრეკადობის ზალის მუშაობას. ამ შემთხვევაში დრეკადობის ზალა გადაადგილების საწინააღმდეგოდ არის მიმართული. ამიტომ დრეკადობის ზალის მიერ შესრულებული მუშაობა იქნება ესე იგი kx1 კვადრატ ნახევარს გამოკლებული kx2 კვადრატ ნახევარი. ნუ ეხლა ეს საიდან გამოდის ესე იგი ეს ფორმულა? ესე იგი საქმე ის არის, რომ დრეკადობის ზალა ამ შემთხვევაში ცვალებადი არის. ანუ უნდა ჩვენ შემოვიტანოთ დრეკადობის ზალის საშუალო მნიშვნელობა, რომელიც არის kx პირველს პლუს kx მეორეს ნახევარი. ეხლა რაც შეეხება წაგრძელება, ესე იგი დელტა x-ი, ეს არის x2-ს მინუს ესე იგი x1. და გარდა ამისა დრეკადობის ზალა და ეს დელტა x-ი ერთმანეთის საწინააღმდეგოდაა მიმართული. ამიტომ დრეკადობის ზალის მუშაობა იქნება f დრეკადობის საშუალო გამრავლებული, ნუ გადაადგილებაზე ამ შემთხვევაში წაგრძელება არის და კოსინუს 180 გრადუსზე. ეხლა დრეკადობის ზალის სიდიდე რო შევიტანოთ, ეს არის k ნახევარი შეიძლება გავიტანოთ ჭხილებს გარეთ. x1 პლუს x2 გამრავლებული x2-ს მინუს x1. ხო და ეს გამოვა k ნახევარი x2-ის კვადრატს მინუს x1-ის კვადრატი გამრავლებული კოსინუს 180 გრადუსზე, რომელიც მინუს 1-ის ტოლი არის. და აქედან მივიღებთ უკვე ამ ფორმულას, ეს მინუს 1-ს აქ შევიტან და გამომივა kx1 კვადრატ ნახევარს გამოკლებული kx2 კვადრატ ნახევარი. ნუ მეათე ამოცანა. კატერი მოძრაობს ტბაში 25 მეტრწამი მუდმივი სიჩქარით. ესე იგი, V არის 25 მეტრი წამში. განსაზღვრეთ მისი სიმძლავრე ცხენის ზალებში თუ კატერზე მოქმედი წყლის წინააღმდეგობის ზალა 2 კილონიუტონია. F წინააღმდეგობის ზალა არის 2 კილონიუტონი, ანუ 2 10-ს ხარისხად ნიუტონი. ნუ სიმძლავრის ფორმულა ეგ არის შესრულებული მუშაობა შეფარდებული T-ზე. მუშაობა არის F გამრავლებული S-ზე. ნუ აქ მოძრაობა თანაბარი არის, ისე იგი S გაყოფილი T-ზე კი სიჩქარე გამომივა. N იქნება F
გამრავლებული V-ზე. ესე იგი, ესეთნაირად გამოთვლილი ესე იგი, მუშაობა იყო სიმძლავრე, გვექნება ვატებში. ამის ერთეულები იქნება ვატი. მე უნდა გაიხსენოთ კავშირი ვატსა და ცხენის ძალებს შორის და თქვენ თვითონ გადაიყვანთ, ესე იგი, ამ რიცხვს, ამას აქ რასაც მიიღებთ, ესე იგი, ცხენის ძალებში.